დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. Ამ დღეს განსაკუთრებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში აღნიშნავენ, სადაც ამაღლების სამონასტრო კომპლექსი და მამათა ლავრაა განთავსებული. მოლოცველთა ნაკადი მთელი დღის განმავლობაში არ წყდებოდა. სამონასტრო კომპლექსი მოილოცეს და მრევლს დღესასწაული მიულოცეს საპატიო მოქალაქემ ბიძინა სონღულაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა. მინდა მიულოცო დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს. ეს იმ დიდ დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია, რომელიც თვითონ უფლის ამაღლებას გვაზე არის. მინდა მიულოცო გურჯაანს პირველ რიგში, კახეთს, მთელ საქართველოს დღევანდელი დღე, მთელს მართლმადიდებელ საქრისტიანო სამყაროს ვეჯინის ძირგოგისთვის გამორჩეული აღნიშვნის დღე არის და შესაბამისად ამ სოფლებს მინდა განსაკუთრებულად მიულოცო ამ ისტორიული ადგილიდან, სადაც ტრადიციულად გამორჩეულად აღინიშნებოდა ხოლმე ეს დღე. გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან, კერძოდ სოფელი ვეჯინიდან, ამაღლების სახელობის ტაძრიდან მიულოცავ ჩვენს კახეთს და სრულიად საქართველოს ამაღლების დღესასწაულს. ურჩევდი ყველას მობრძანდნენ და მოინახულონ ეს არაჩვეულებრივი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. დღეს მართლმადიდებელი სამყარო უფლის ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ტრადიციულად ეს დღესასწაული განსაკუთრებით აღინიშნება სოფელ ვეჯინში და სოფელ ძირკოგში, რადგანაც სოფელ ვეჯინში მდებარეობს ამაღლების მონასტერი. აქ უამრავი ხალხი იყრის თავს, დღესასწაულს აღნიშნავს. მინდა ყველას მიულოცო ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაული, გისურვოთ უფლის ფარველობა, შემწეობა და რწმენაში გაძლიერება. მინდა რომ საქართველოს მოსახლეობას ყველა მართლმადიდებელს მიულოცო დღევანდელი საუფლო დღესასწაული, იესო ქრისტეს ცად ამაღლების დღესასწაული და მინდა მიულოცო გურჯაანიდან ვეჯინის ამაღლების ტაძრიდან. ვისურვებ მშვიდობას ჩვენს ქვეყანას და დღევანდელი დღის მადლი და იმედი და სიხარული არ მოუშალოს თითოეულ ქრისტეს მადიდებელს და მის გზის მიმდევარს. მრავალს დაესწარით, მშვიდობა იყოს ჩვენს ქვეყანაში. მოგილოცავთ სრულიად გურჯაანს, სრულიად საქართველოს და სრულიად ქრისტიანულ სამყაროს დღევანდელ დღეს. დიდებული დღესასწაულია, ამაღლების დღესასწაული და ყველა ქრისტიანს ვუსურვებ დღევანდელი დღის მადლი ფარავდეს თითოეულის ოჯახს. უფალი იყოს ჩვენი შემწე, ჩვენი მფარველი და ვებარებოდეთ ქრისტეს. აღდგომიდან მეორე 20 დღეს ქრისტეს ამაღლების დღე არის და ეს დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია აქ მაცხოვრებლებისათვის. ვეჯინის ამაღლების კომპლექსი, რომელსაც უზარმაზარი ისტორიული წარსული გააჩნია მე-4, მე-5, მე-9, მე-10, მე-12, მე-14, მე-15 საუკუნეების სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მეფე და მეფეთაგანს რამდენადაც შეეძლო აქ მატებდნენ. ისტორიული წარსული აქვს, იმიტომ რომ გარდა იმ გვარეულთა წარმოადგენლებისა, რომ ამას თავისი სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა ჯერ კიდევ მაშინ, ამ ისტორიული მონაცემებით, უბრალოდ გადმოცემებით, ამ ამაღლების კომპლექსის ქვეშ უზარმაზარი გვირაბი არსებობს, რომელთანაც ჯერ კიდევ უფროს თაობის წარმომადგენლები ამოდენ ხო ნაყოფები იყვნენ და საკმაოდ სერიოზული გვირაბი არის თავი. აქედან ამოქონდა წყალი, შემოსევების დროს, ლეკიანობის დროს მუსლიმანურ სამყაროს და რომელიც გვერდჩოდნენ, მოედგნენ და შეინარჩუნა ჩვენმა ერმა და ჩვენმა ხალხმა და აშენა მაშინაც აშენებდა. მინდა მიულოცო ეს დღე ყველა ოჯახისათვის საზეიმო დღე არის. უჭირს უხილს არა, ყველა ყარები ღია არის, იმიტომ რომ ის ელოდება სტუმარს. რაღაცა განსაკუთრებული ზეიმის დღე არის. აი ეს დღე თითოეული აქ მაცხოვრებლებისაც ეხება ძირითადში ვეჯინი, კეჭა, ძირკოკი. დღეების განმავლობაში ემზადებიან ხოლმე მაცხოვრებლები და სტუმრებიც, რომ ამდენი სტუმარი სხვადასხვა რაიონიდან, ქალაქიდან, თბილისიდან თუ რეგიონის სხვადასხვა ადგილებიდან ჩამოვიდა მოინახულონ, მოილოცონ და შინაგანი სიმშვიდე და სულიერება დაეღვან. გილოცავთ, ულოცავ ყველას, დიდი მადლობა ტელევიზია გურჯაანს, რომ ასე ამაყად, ასე შეუცვლად, ასე იმედიანად, ასე ფუნდამენტალურად არაკლევარ და ახმოვანებს, მხარს უჭერს, ეს არაერთია და ეს სიძლიერეა თითოეულ ჩვენთაგანი და თითოეულ ჩვენთაგანი უნდა ამავდროულად მოუხდილ